სანამ პრესკონფერენციის ძირითად თემაზე გადავალ, მინდა ძალიან მოკლედ გამოეხმაურო ბატონების მიხეილ სააკაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ბარაკ ობამას შეხვედრის გუშინდელ ფაქტს. ძალიან ბევრი ინსინუაციები მიდის ნაციონალური მაუწყებლობით ამ თემაზე და მინდა ერთი ამონარიდი წაგიკითხოთ ბატონი ობამას მიერ ნათქვამი სიტყვიდან. მინდა გამოვხატო ჩემი დაფასება არა მხოლოდ იმ სამუშაოსთვის, რაც უკვე ჩატარებულია, არამედ უზრუნველყოფა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, რომელიც განამტკიცებს და დაასრულებს ბევრი რეფორმას, რომელიც უკვე დაწყებული იყო ამ ქვეყანაში. ეს არის ზუსტი თარგმანი ბატონ ბარაკ ობამას სიტყვის და მინდა დავაფიქსირო ის, რომ ნაციონალური მაუწყებლები ცდილობენ როგორც ყოველთვის შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა იყო საარჩევნო საკითხი და მომავალი არჩევნები საქართველოში, რომელსაც ადგილი ექნება შემოდგომაზე ამ წლის, რასაც ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების წარმომადგენლები და ცდილობდნენ, რომ მოსახლეობისთვის შეექმნათ სხვა შტაბ-ეშტილება, რაც შეეხება დღევანდელ თემას. ჩვენ ვეხმაურებით ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელის ახალ ბრძანებულებას, რომელიც კომერციულ ბანკებს ავალდებულებს გამოავლინონ პოლიტიკურად აქტიური პირები. ეს ბრძანებულება იმის გარდა, რომ არღებს დაეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე არღებს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო კანონმდებლობას. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ ამონარიდს ამ ბრძანებულებიდან. თუ კლიენტი ბანკთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკი ვალდებულია ასეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მონიტორინგისთვის შესაბამისი ღონისძიებები. ასევე ბრძანებულებაში არის მცდელობა განიმარტოს პოლიტიკურად აქტიური პირი, ეს ცნება, რაც აშკარად არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილების გადამეტება და მიუღებელი ფორმით ზეწოლა კომერციულ ბანკებზე, ანუ კერძო ბიზნესზე. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩვენ ამ ბრძანებულებას ვაფასებთ როგორც პოლიტიკური საიდუმლო პოლიციის შექმნის მცდელობას საქართველოში. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო და უფრო მეტად ეწინააღმდეგება დეკლარირებულ კურსს დემოკრატიისაკენ და ქვეყანას აყალიბებს როგორც ტოტალიტარულ სახელმწიფოს. ამ ნაბიჯებით მმართველი გუნდი სულ უფრო შორდება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ქართველი ერის მიერ გაცხადებულ კურსს დემოკრატიული სამყაროსაკენ. მოუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას, პოლიტიკურ პარტიებს ყურადღებით დააკვირდნენ ხელისუფლების მიერ არჩეულ არასწორ კურსს და ერთობლივი ძალებით შევეცადოთ, არ მივცეთ საშუალება მმართველ გუნდს საკუთარ ანგარებას შესწიროს ქვეყანა.